ქართული ოცნება კონსპირაციული თეორიების შეთხზვიდან უკვე ღია მუქარაზე გადადის. ამჯერად ჯერ იყო მამუკა მდინარაძეზე ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ სცადა, რომ თავს დასხმოდა იმ უნივერსიტეტებს, რომლებიც პროევროპული აქციების ღია მხარდამჭერები არიან და გარდა ამისა, მათ უნივერსიტეტებში ქართულ ოცნებას საკუთარი საცეცები არ და ვერ აქვს გავრცელებული. სწორედ აქედან გამომდინარე, ლექტორები და მათ შორის ახალგაზრდები, სტუდენტები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ახლა ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების განეიტრალებისათვის, მით უფრო მაშინ, როდესაც უკვე მოდის და ახლოვდება 4 ოქტომბერი და ამიტომ მათი განმარტებით ივანიშვილის გუნდის მთავარი სამიზნე სწორედ ამიტომ გახდა პროევროპული უნივერსიტეტი, რომ ეს იყოს საჩვენებელი დასჯასხვებისათვის. რა თქმა უნდა, არ აქვთ კონკრეტული შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ეს მუქარა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს, რადგან ოცნება არ შეეგუება განსხვავებული აზრის არსებობას უნივერსიტეტებში. მათი აზრით ეს ყველაფერი არის იმ ტერორის გაგრძელება, რომელსაც საზოგადოება ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მძაფრი ფორმებით ხედავს საქართველოში. ერთადერთი ისეთი სივრცეებია, სადაც ჯერ კიდევ ვერ შევიდნენ და რაღაცა თავისუფლების კერებია. უნდა თუ ეს ჩაკეტონ, ბიძინას უნდა რომ მხოლოდ მის სიტყვა ისმოდეს და რაღაცა ვერტიკალი ქონდეს ეს გაკეთებული, რომ აი განსხვავებული აზრი საერთოდ ჩაკლას და ერთ-ერთი ესეთი კერა არის ეს უნივერსიტეტები, როგორც საქართველოს უნივერსიტეტი, ასევე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი და ზუსტად ცდელობა და ალბათ შემდეგი ნაბიჯი იქნება თუ იქამდე მივიდნენ, რა თქმა უნდა, რომ მე რეალურად მიადგებენ ამ უნივერსიტეტებსაც და რაღაც შემოიერთებენ, საქალს შეუცვლიან, ან ვიღაცას მიუერთებენ, შეცვლიან პოლიტიკას. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი პროდასავლური უნივერსიტეტია, რომელიც ღია დაფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც ქვეყანაში ხდება. ქართულ ოცნებას არაერთხელ ქონდა მცდელობა, რომ რაღაც თავის მარწუხებში მოექცელებდნენ, რაღაცნაირად გაეშავებინათ ის ლექტორები, სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რადგან ისინი ღიად უჭერენ პროევროპულ აქციებს. განათლებული ახალგაზრდების ეშინიათ და ცდილობენ, რომ ხალხი დააჯერონ ამ პროპაგანდით, რომ უნივერსიტეტებში ტერორიზმს ავრცელებენ, პოლიტიკურ ზეგავლენას ახდენენ, თუმცა ეს ხელისუფლებას უფრო კარგად ეხერხება თავიანთი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ქვეყანას და მოქალაქეებს უვრცელება პროპაგანდებს. საქართველოს უნივერსიტეტი არაერთხელ გახდა ქართული ოცნების წარმომადგენლების თავდასხმის სამიზნე, გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე საზოგადოება მიხილა თუ როგორ უქმნიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პრობლემებს ავტორიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტების იმ სტუდენტებს, რომლებმაც გაბედეს და საკუთარი პოზიცია ღიად და ხმამაღლა დააფიქსირეს ოცნების წინააღმდეგ, ვნახეთ, რომ აგრეთვე იყო მათ შორის თეატრალურ უნივერსიტეტში მცდელობა, რომ სტუდენტებისათვის შეეჩერებინათ სტატუსი. აქედან გამომდინარე, იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც არიან ღიად პროევროპულად განწყობილები, უკვე იწყება წმენდა ქართული ოცნების მხრიდან. ეს არის ერთგვარი დაანონსება, რაც მამუკა მდინარაძის ენით გაავრცელა ქართულმა ოცნებამ, ხოლო იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც არ არის ღიად პროევროპული, თუმცა მათი გარკვეული ბირთვი სტუდენტების თვალსაზრისით არის ამ დასავლური აქციების მხარდამჭერი, უკვე იწყება სხვადასხვა ტიპის რეპრესიები, მათ შორის მუქარა აკრედიტაციის შეჩერებასთან ან მათ შორის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში არც ეს უნივერსიტეტები მათი ხელმძღვანელობა და არც სტუდენტები გაჩერებას არ აპირებენ, ამბობენ, რომ როგორც აქამდე იღებდნენ პროევროპულ აქციებში მონაწილეობას, ასე გააგრძელებენ მომავალშიც, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი მუქარა არის სულ ერთი მათთვის, რადგან ახლა ნებისმიერი მათგანისათვის საქართველოს მომავალი არის გაცილებით მნიშვნელოვანი და აპირებენ, რომ ბრძოლა იმავე მეთოდებით გააგრძელონ, როგორც ამას წინა პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ.